ერთ დროს მხოლოდ 6, ახლა კი 27. საუკუნეზე მეტია სწორედ ამ რაოდენობის ევროპული სახელმწიფო არის გაერთიანებული ერთ ბლოკში, ერთი იდეის გარშემო. გაწევრების რიგში არის კიდევ 9 ქვეყანა, რომელთა მისწრაფებებსაც ევროკავშირში უკვე მყოფი ქვეყნების მოსახლეობის უმრავლესობა მიესალმება. ბლოკის ისტორიაში ახალი თავის დასაწყებად. თუმცა მათ ამ თანხმობას აქვს კონკრეტული ვალდებულებებიც, რომელთა შესასრულებლად სამუშაო უნდა გასწიონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე სახელმწიფოებმა. ეს ვალდებულებები სხვადასხვა დოკუმენტის სახით პერიოდულად ვრცელდება და ერთ-ერთი ასეთი არის 17 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებული დასკვნა. დანიის თავმჯდომარეობით ევრობლოკის 26 ქვეყანამ შეაფასა საქართველოში არსებული მდგომარეობა სხვადასხვა კრიტერიუმით: ადამიანის უფლებები, კანონმდებლობა, პოლიტიკური გარემო, მართლმსაჯულების სისტემა, პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, ინსტიტუციური რეფორმები და საგარეო ვექტორი. შეფასებას მხოლოდ უნგრეთი არ დაეთანხმა. კანდიდატის სტატუსის მიღებიდან 2 წლის თავზე თბილისს ბრიუსელიდან მწვავე კრიტიკის მოსმენა უწევს. ეს სტატუსი კი საქართველოს მიიღო შესაბამისი რეფორმების გატარების საფუძველზე, თუმცა კონკრეტული რეკომენდაციების შესრულების პირობისა ანსვლოდ. ევროკავშირის საბჭო კვლავ ადასტურებს ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპული მომავლისკენ სწრაფვისადმი. საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები არ შეესაბამება ევროკავშირის მოლოდინებს ევრობლოკის კანდიდატი ქვეყნისადმი. საბჭო აღნიშნავს მნიშვნელოვან უკუსლას დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მხრივ, მათ შორის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებისთვის ძირგამომთხრელი რეპრესიული კანონმდებლობის მიღებას. სასამართლო სისტემის პოლიტიკურ იარაღად გამოყენებას, ოპოზიციის ლიდერების დევნას, საპროტესტო აქციებში მონაწილეებისა და ჟურნალისტების უსაფუძვლო დაპატიმრებასა და სამოქალაქო სივრცის შევიწროვებას. საბჭო გმობს და გამოდის მოწოდებით დასრულდეს საქართველოს ხელისუფლების მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია და ევროკავშირის საწინააღმდეგო ნარატივი. საბჭო სინანულით აღნიშნავს საქართველოს უკუსლას 9 ნაბიჯის განხორციელებასთან მიმართებაში, რომელთა შესრულების გათვალისწინებით ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ამიტომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩიხში შევიდა, ვიდრე ხელისუფლება გამოავლენს მტკიცე ერთგულებას კურსის შეცვლისადმი და დაუბრუნდება ევროკავშირში გაწევრების გზას. ევროკავშირის გზაზე ჩართულობის გასაახლებლად საჭირო პირველი ნაბიჯების სახით საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლოს ყველა უსაფუძვლოდ დაკავებული პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, მიიღოს დემოკრატიული ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროპული ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად და შეწყვიტოს აგრესიული ნარატივის გამოყენება ევროკავშირის ელჩებისა და წარმომადგენლობის ხელმძღვანელის წინააღმდეგ. საბჭო სინანულით აღნიშნავს საქართველოს მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის შესახებ მე-7 ანგარიშის რეკომენდაციების შეუსრულებლობას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შეასრულოს ეს რეკომენდაციები და დაუყოვნებლივ დააკმაყოფილოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კრიტერიუმები. ევროკავშირის საბჭოს დოკუმენტი გაფართოების შესახებ ევროკომისიის 4 ნოემბრის ანგარიშის შეფასებას ეყრდნობა, რომელიც საქართველოსადმი ასევე საკმაოდ კრიტიკული იყო. არც 4 ნოემბრის ანგარიშის და არც 17 დეკემბრის დოკუმენტის შინაარსს არ იზიარებს ქართული ოცნება. ხელისუფლებისთვის მიუღებელია საპროტესტო აქციებისას დაკავებულ პირთა გათავისუფლების მოთხოვნა, რადგან როგორც ამბობენ, მათ მძიმე დანაშაულები ჩაიდინეს. მმართველი პარტიის პოზიცია არ შეცვლა იმ მხრივაც, რომ ისინი ბრიუსელს კვლავ ორმაგ სტანდარტში, შანტაჟსა და ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევას შედანაშაულებენ. საპასუხოდ ოპოზიცია აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივის დაკარგვის შემთხვევაში საქართველოს კრემლის აგრესიის პირისპირ მარტო დარჩება, თანაც მოკავშირეების გარეშე. რაც შეეხება დაკავებული არიან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართული რევოლუციურ პროცესებში სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმაში. გამოდის, რომ ევროპული ბიუროკრატია პასუხისმგებლობას იღებს ამ აქტებზე, რასაც ქვია აქტები სახელმწიფოების წინააღმდეგ და კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ. მე ევროპული ბიუროკრატიის ადგილზე, რა თქმა უნდა, ასეთ კრიმინალურ აქტებზე პასუხისმგებლობას არ გავიზიარებდი და არ ავიღებდი. რაც შეეხება კანონმდებლობას, თქვენ იცით რაზეა საუბარი? საუბარია გამჭვირვალობის შესახებ კანონზე. და აქ არავითარი კრიტიკის საფუძველი არ არსებობს. რეალურად ჩვენ ამ კანონმა მოგვცა ყველაფრისთვის სახელის დარქმევის საშუალება და ეს ხო ამ კანონის მთავარი მიზანი. ყველაფრის დაერქვა თავისი სახელი, დაერქვა სახელი ეგრეთ წოდებულ NGO-ებს, ეგრეთ წოდებულ სამოქალაქო საზოგადოებას, უცხოურ აგენტურას დაერქვა რეალურად თავისი სახელი და საბოლოო ჯამში ეს არ მოწონს ვიღაცას ევროპულ ბიუროკრატიაში. აქაც მე მათ ადგილზე არ ავიღებდი პასუხისმგებლობას იმ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე, რომლებსაც მთელი ამ წლების განმავლობაში ახორციელებდნენ კონკრეტული ორგანიზაციები, ეგრეთ წოდებული NGO-ები და ეგრეთ
შეზღუდული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. ყველა მიმართულებით მე ამ ასე ვთქვათ განცხადებას დავარქმევდი პასუხისმგებლობის აღებას კრიმინალზე და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე, რომელიც ხორციელდებოდა ქართული ხალხის წინააღმდეგ და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არის ცარიელი პოლიტიკური პროპაგანდისტული მესიჯები, რომლის უკანაც არის კონკრეტული მიზანი და იქ რა თქმა უნდა მტკიცებულებებზე და დასაბუთებაზე საუბარი ზედმეტია. როდესაც არის მოწოდებები ეს გააკეთეთ, ის გააკეთეთ, ეს გააკეთეთ, რა ვიცი დააწერონ პირდაპირ ქვეყანას გაუქმებულია და თავად აიღო ქვეყნის მართვა თავიანთ ხელში. პირდაპირ პოლიტიკური პროპაგანდა, როდესაც პოლიტიკურ პატიმარს უწოდებ ადამიანებს, რომლებიც სახელმწიფოს წარმომადგენლებს თავს ესხმიან, სახელმწიფო ინსტიტუტებს თავს ესხმიან, მოლოტოვის კოქტეილებს ისვრიან, გადატრიალების ცდილობებს და დამხობის ცდილობებს ახორციელებენ. თავიანთ ქვეყანაში, ვინც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შევარდება, ჯერ ვინ გაბედავს საერთოდ ამის დაორგანიზებასაც. თავის დაამტვრევენ, ვირას გაბედავს ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში. მასირებული შეტევა, რომელსაც ახორციელებს ევროკავშირზე დღეს პროპაგანდის გზით ქართული ოცნება, ხო რა, ამ საზღვარი არა აქვს და არავინ არ უზღუდავს ამას. უბრალოდ იმ ხალხს ხო აქვს უფლება რომ პასუხი გასცეს და უფლება ხო აქვს პასუხი ისე გასცეს როგორც უნდა და ხო აქვს უფლება პასუხი ლოგიკურად გასცეს, რომ კანდიდატი ხარ, ოჯახ აშენებულო გეუბნება, ჩემთან გინდა შემოსვლა და რავი, თუ ეგრე არ მოგწონ ვარ, მაშინ თქვი რომ აღარ გინდა რომ კანდიდატი იყოს და გაიწვიე და არავინ არ არადგება პირზე შავაპაპოში, არც პირზე, არც ფეხზე და არც კბილებზე. ევროკავშირის საბჭოს აქვს მოლოდინი, რომ საქართველოს მოერგება ევრობლოკის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას და შეუერთდება შემზღუდავ ზომებს მოსკოვისა და მინსკის წინააღმდეგ. ამავე დოკუმენტში ასეთივე მოთხოვნა ბრიუსელს აქვს ბელგრადის მიმართაც. ბოლო წლების განმავლობაში მოსკოვთან ღია კავშირების გამო ევროკავშირი არ იშურებდა უარყოფით შეფასებას ალექსანდრ ვუჩიჩის ხელისუფლების წინააღმდეგ, თუმცა ორმხრივი კრიტიკის მიუხედავად თბილისისგან განსხვავებით ბრიუსელსა და ბელგრადს შორის კავშირები უმაღლეს დონეზე არ გაწყვეტილა. ევროკავშირის საბჭო აცხადებს, რომ სერბეთში ბოლო 1 წლის განმავლობაში საპროტესტო აქციების ფონზე საჭიროა შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, დემოკრატიული სტანდარტებისა და ადამიანის უფლებების სრულყოფასთან დაკავშირებით. სწორედ ეს კრიტერიუმები შესაძლოა გახდეს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერების ძირითადი საფუძველი და ამ მხრივ ევრობლოკიდან თბილისსაც ურჩევენ სათანადო ნაბიჯების გადადგმისკენ. ბრიუსელი ევროკავშირის წევრობის მსურველ სახელმწიფოებს იმ მოთხოვნების შესრულებასაც ავალდებულებს, რაც ევროპულ ოჯახში გასაწევრებლად კრიტიკულ აუცილებლობას წარმოადგენს. ეს კი არის კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა და კორუფციასთან ბრძოლა. ამ ფონზე კი 17 დეკემბერს პარლამენტმა მხარი დაუჭერა 2026 წლიდან ანტიკორუფციული ბიუროსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ლიკვიდაციას. 2030 წელი ეს ის ვადაა, როდესაც კანდიდატმა სახელმწიფოებმა უნდა შეძლონ ევროკავშირთან სულთან ხვედრაში მოსვლა, პოლიტიკურად თუ ტექნიკურად. და თუ ადრე რაფართოების მიმართ ევროპული საზოგადოების განწყობები უფრო მეტად სკეპტიკური იყო, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა ომმა ყველაფერი შეცვალა, მათ შორის ისიც, რომ დღეს მათ დიდ ნაწილს სურს მეზობელი ქვეყნების ევროკავშირში ხილვა.